რას დავბიდი, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. გამარჯობა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. თუ აქამდე არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. წინა ორშაბათს ბრიტანეთიდან ამბავი მოვიდა. ბორის ივანაშვილს უმაღლესმა სასამართლომ $607 მილიონი მიაკუთვნა. ამ ორშაბათს ბრიტანეთიდან ისევ მოვიდა ამბავი. ბორის ივანაშვილს BBC საკუთარი ხალხის, ანუ ჩვენსა და თქვენს დაწამვლაში ადანაშაულებს ქიმიური იარაღით. არა ცრემლდენი გაზით, არა წიწაკის ხსნარით, არა, ქიმიური იარაღით. ამ სიტყვის სრული დატვირთვით. რა თქმა უნდა, არ ველოდებდი, რომ ბორის ივანაშვილი ან გომელაური ან ხარება ან ვინმე რამეს აღიარებს. ის ტექსტების წინასწარ ვიცით, ვისგან რას მოვისმენთ. ოღონდ ისიც ზუსტად ვიცით, აი უზუსტესად ვიცით, რომ მათ სამკუთხედ, ბრტყელ თუ გაპუწულ თავებში აუცილებლად გაჩნდება, ან უკვე გაჩნდა და მყარად გაიდგა ფესვი იდეამ. ეს ორი ორშაბათი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. რომ Deep State საბაბს ედებს ბორის ივანაშვილს როგორმე არ მისცეს მისი 607 მილიონი. სხვა საბაბი ვეღარ ნახეს, სხვა ვერაფერი უპოვნეს და ახლა აქედან მოუარესო. სანაძლეო ჩამოდივარ. ძალიან მალე ამას შათირიშვილის მორიგ წერილში წაიკითხავთ. ვინმე ხაინდრავა ან მარიან ლაშხი. ამაზე სერიოზული სახეებით იმსჯელებენ. ოღონდ ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ თავისუფალი თანამოქალაქეების შემდეგი დარბევისას ვინმე პოლიციელი 2 წამით მეც დაფიქრდება, რა შეეხება და უღირს თუ არა ეს უბედურება იმ თვის პრემიად. ძალიან კარგად ვიცი, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური მომწავლავი ნივთიერების კამიტის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილად იქცევა გამოძიებისა და ძალიან ბევრი ადამიანის ძალიან ბევრი წლით ციხეში გამოკეტვის საფუძვლად. და მაგის სანაძლეოსთვისაც მზად ვარ. აი, არიან თუ არა კობახიძე, გომელაური, ხარება, დარახველიძე, მემანიშვილი, უპირველესად კი ივანაშვილი, თბილი ტანსაცმლის ჩასალაგებლად მზად, ეგ აღარ ვიცი. ისე კი დროა იზრუნა. მსგავსი ბრალდებები აქამდე მხოლოდ ასადისა და სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ქონდა მოსმენილი. არც მათ ეგონათ, რომ ოდესმე რაიმე შეარყევდა მათ სკამს. დღეიდან კი ამ არც თუ საპატიო რიგში ჩადგა ბორის ივანაშვილიც, რომლის ბედს გაიზიარებს, მოსკოვში გაიქცევა თუ ორმოში ჩაჯდება, ეს უკვე მისი ასარჩევია. გახსოვთ ალბათ როგორ იწყებოდა ქართული ოცნების მმართველობა. იწყებოდა პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების შანტაჟით. და საუკუნის ფრაზით: თავი ჩემია, მაგრამ ტანი ჩემი აღარ არისო. აი ზუსტად ეს საუკუნის ფრაზა გამახსენდა ახლა, როდესაც პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალა ალეკო ელისაშვილის დაკავებისა. თითქოს ელისაშვილია და თითქოს არ არის. თითქოს ელისაშვილის თეთრი ფეხსაცმელია, თითქოს ელისაშვილის შავი ფეხსაცმელია. თითქოს ელისაშვილის ხელთათმანია, თითქოს ელისაშვილის პისტოლეტია. მოკლედ, ძალიან ბევრი რამ ვერ გავიგე. სამაგეროდ გავიგე მთავარი. ქართული ოცნება, სუსი, ფსბ, მოსკოვი ყველანაირად ცდილობენ ქართული პროტესტის მარგინალიზაციას, კომპრომეტირებას. ყველანაირად. თუკი 4 ოქტომბერს სცადეს და ქართულ პროტესტს მიაბეს სიტყვა რევოლუცია, გადატრიალება ან რაღაც ასეთი. ან ყოველ შემთხვევაში გონიათ რომ მიაბეს. ახლა ალეკო ელისაშვილის დაკავებით ქართულ პროტესტს უნდათ რომ მიაკერონ სიტყვა ტერორიზმი. ამიერი და ნებისმიერი განცხადება, რომელიც წამოვა დასავლეთიდან, ან ქვეყნის შიგნიდან თუნდაც. მაგრამ განსაკუთრებით ალბათ დასავლეთიდან. ევროპარლამენტიდან, ევროკომისიიდან, რომელიმე ევროკომისრისგან, რომელიმე ქვეყნისგან, რომელიმე ქვეყნის პარლამენტისგან, ევროსაბჭოდან, ნებისმიერი ორგანიზაციიდან, ნებისმიერი პიროვნებისგან, ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, დიპლომატისგან, რომელიც ხარს დაუჭერს ქართულ პროტესტს. რომელიც იტყვის, რომ საქართველოში დიახაც ითრგუნება ადამიანის უფლებები, რომ საქართველოში კვდება დემოკრატია, რომ საქართველოში არ არის არჩევნები, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, რომ საქართველო არის მიტაცებული სახელმწიფო, ერთი კაცის მიტაცებული სახელმწიფო. და იმ კაცს უკან დგას დიდი რუსეთი. ნებისმიერი, ვინც ამას იტყვის, ნებისმიერი მიიღებს ერთ პასუხს. თქვენ რა, ტერორისტების მხარეს ხართ? ამის მიღწევა უნდა ქართულ ოცნებას, ამის მიღწევა უნდა ბორია ივანაშვილს, ამის მიღწევა უნდა ფსბ-ს და გონიათ რომ ალეკო ელისაშვილის დაკავებით ამას მიაღწიეს. რამდენჯერ გვახსოვს, ამბავი ჯერ მომხდარი არ არის და ოპერატიული კადრები უკვე იმედის ეთერშია. შალავა ვიზია განიხილავს რომელიღაც. აქ კი კადრებს 40 საათი დააგვიანდა და ყოველი ეს საათი ამყარებდა ეჭვს რომ რაღაცას კერავდნენ. ამ კადრებმა ახლა ეჭვი მხოლოდ დაადასტურა. ვიდეოს დასაწყისში ფიგურა, რომელსაც არასდროს უჩენს სახე, არ დადის ისე როგორც ელისაშვილი. ამაზე ბევრი თახვდება.
იარაღის ამოღების ან ხელშიჭერის კადრი ძალიან ბუნდოვანია. თუნდაც ელისაშვილისავე იარაღი იყოს. ვინ გამორიცხავს, რომ სპეციალურად არ მოიტანეს და არ დადეს იქ იმ მეორე აშკარად მოჭრილ კადრში. მე საერთოდ ვერ ხსნი ოჯახის ორდღიან მდგომარებას. სამაგიეროდ ხსნი პარტია ლელოს განცხადებას მამლის ყივილის გარეშეც ეგრევე რომ დაგმეს ელისაშვილი. და ხსნი მისი ძმაკაცისა და მგონი ნათელმირონის ვინმე ლევან იოსელიანის ჯიუდ დუმილს. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც უღირსი კაცი ინიშნება თანამდებობაზე. არა, კაცი? გავიარეთ. ვერ ხსნი ადვოკატის ენთუზიაზმს, იმეოროს გამოძიების ვერსიები. მაგრამ როცა აი ამ ყველაფერს ვერ ახსნილს ერთმანეთთან ვაკავშირებ, ყოველთვის გამომდის, რომ სიმართლე სულ სხვანაირია. ისეთი როგორც მოაწყო ბორია რუსმა და ისეთი რომელიც ვერ გაარღვია ალეკო ელისაშვილმა. ყველას აქვს სუსტი წერტილები, ზოგს რით აშანტაჟებენ, ზოგს რით. რა ამბავიც არ უნდა იტყოს ახლა. რაც არ უნდა გითხრან შემდეგ, რაც უნდა ააწყონ გულწრფელი აღიარებების ბევრი გვინახავს ამ ქვეყანაში. კარგა მაგარი ბიჭების და კერკეტი კაკლების. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ხართ ადამიანი, ვინც ებრძვის სისტემას, ანთებული გულით. არჩევნები მოგპარეს, აქციაზე დაგარბიეს, გამწარდი და გადაწყვიტეთ, რომ მართლა რამე ავნოთ. და ძილის წინ აღა მაჰმად ხანს დეშეკათი ცხრილავ და თემურლენგს ჰაიმარსით აქცევთ ნაკუწებად. და რას იზამთ? დიდხანს იფიქრებთ, გადაწყვეტ დაწვათ სასამართლოს კანცელარია, სადაც ფეხით უნდა მიეთრეთ 10 კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ მთელი ქალაქის გავლი და რომლის განადგურებითაც რეპრესიულ სისტემას ვერაფერს ვერ დააკლებთ. აი, ამას მოიფიქრებთ? ცხადი არა. როცა მართლა გული გერჩის და პოლიტიკური რეჟიმის შესვლაზე ნებისმიერი ხერხით ხარ უკვე თანახმა, იღებს სნაიპერი შაშხანს და მიდიხარ აბასუმნის მთებში, მაგალითად სამორიგეოდ და სანადიროდ. ან ესური მოლოტოვის კოქტეილს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ან აფეთქებ მთავრობის კორტეჟს. ან ბოლოს და ბოლოს იღებ იმ შენს პისტოლეტს, უსაფრთხოების სისტემის ვინმე მოსამართლეს, ვინც გოგობიჭებს ქუჩაში დგომისთვის ციხეში ყრის და აცლი მთელს ჭიცს სასამართლოში. შეგიძლია ინგასავით სულ ააცილო, მაგრამ ცდელობა უკვე საქმეა. ეს ვერსია. აქ კი არაფრის მაქნისი კანცელარიის თურქული რემონტის გაფუჭება მაქსიმუმ 5000 ლარიანი ზარალით, მერე რომ 15 წლიანი პატიმრობა შეიტენო? ბოდიში აქ დებილი არავინაა. მე მგონი გარდა პროკურატურისა. პატივცემულებო, სხვა დროს რამეს ისცენირებას რო გადაწყვეტ და 2 თუ 3 მსახიობს აიყვანთ, იზრუნეთ რომ ფეხსაცმელი მაინც ერთი ფერისა ჩააცვათ და ხელთათმანის მაგერად უცებ პისტოლეტი არ აღმოჩნდეს. ეხავს. უბრალოდ ეხავს. ჩვენი პრობლემა რა არის? შინაარსის გაგება. მოდი გავიგოთ ერთი განცხადების შინაარსი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ახლა გამოაქვეყნა. გამოვლენილია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების დაცული კავშირის ტერმინალების ქსელი. ეს ერთი. მეორე. მითითებული ტერმინალებიდან რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ ამოღებული ინფორმაციის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მიღებულია მათი გეოლოკაციის გასაჯაროებისა და განადგურების გადაწყვეტილება. ამ განცხადებას ერთვის რუკა. წრეებში ჩაწერილია ციფრები. კონკრეტულ ლოკაციაზე აღმოჩენილ ტერმინალთა რაოდენობა. გარდა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიისა და ცენტრალური აფრიკისა, სადაც უკვე წლებია ვაგნერელები იბრძვიან ადგილობრივი რუსის მარიონეტების დასახმარებლად, ხედავთ, რომ არის ერთი წრე გაცილებით უფრო საყურადღებო. მზედ თბილისზე. შიგ ჩაწერილი ერთიანით. ვისაც გაგიკვირდათ, რომ ბორია ივანაშვილი საქართველოს რუსული არმიის ფსბ-ს თუ გერეუს სპეციალური დახურული კავშირისთვის გამოიყენება, კომპიუტერებსა და ტელეფონებში ისევ თამაშის აპლიკაციებზე გადადეთ. თქვენ არ გელაპარაკებით. ვისაც არ გაგიკვირდათ, აი იმად გასაგონად ვამბობ. ხოცების რეაქცია იყო ძალიან საინტერესო. სუსმა გაავრცელა განცხადება და ფაქტიურად თქვა, ეგ ყველაფერი ნაცებმა ქნესო, თორემ უკრაინულ საგარეო დაზვერვას ჩვენთვის არაფერი მოუწერიაო. ახლა ნუ დავიწყებ ხრეკას რა იცოდა თავად უკრაინის საგარეო დაზვერვა იმის შესახებ, რომ აი სულ სხვა უწყება სამხედრო დაზვერვა რაღაც ოპერაციას ატარებდა სადღაც. მაგრამ ხოცების ანალიტიკოსებმა წოდებულმა ყველაფერშიკებმაც ხომ უნდა ახსნან ახლა რაღაც, როგორ მტრობს უკრაინა საქართველოს და ცდილობს ჩვენს ჩართვას ომში. თან ისე რომ ხინჯი ვერ გვიპოვნეს. ხო და ამათი ვერსია ასეთია. თბილისი კი არა, ზოგადად საქართველოა მითითებული, რადგან ჩვენს კონსტიტუციურ ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული საოკუპაციო ჯარებიო. რა თქმა უნდა, მიშას ჩამოყვანილი და მათ სამხედრო ბაზებს გულისხმობენ ცხინვალსა და გუდაუთაშიო. ოღონდ, კარგად დააკვირდით. წრეში წერია ერთიანი. სამჩაბლოსა და აფხაზეთის ყველა სამხედრო ან ყველა სასაზღვრო ბაზას რომ გულისხმობდნენ, აქ ჩაწერდნენ 4-იანს ან 5-იანს. და რაც მთავარია, ერთ ასეთ წრეს დაახატავდნენ აი აქ, სომხეთის ქალაქ გიუმრიზე, სადაც განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზა და
სადმე კიდევ აქ, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე, სადაც ისევ რუსები დგანან. Როგორც ხედავთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვა მსგავს არაფერს გვეუბნება. ამიტომ დასკვნა მარტივია. რუსული არმიის სპეციალური დახურული კავშირის ტერმინალი, რომელსაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, არსებობს მხოლოდ საქართველოში. ამიტომ დიახ, ლეგიტიმური სამიზნეა უკრაინელებისთვის. ცოდნა ხალხს ვკითხე და დაახლოებით იგივე მითხრეს, რაცაც ვარაუდობდი. ტერმინალი არის პატარა მართვის ცენტრი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურს ან სპეცსამსახურებს გახსნილი აქვს თბილისში და რომელსაც აქვს დაშიფრული კავშირი ცენტრთან, მოსკოვში. ალბათ სხვა ტერმინალებთანაც, მაგრამ მოსკოვთან აუცილებლად. ინფორმაცია, რომელიც ამ დაცული არხებით მიდის და მოდის, არ უკავშირდება ოკუპანტების სამხედრო ბაზების ყოველდღიურ მართვას, მაგას ისედაც მარტივად ახერხებენ. ეს არის ინფორმაცია, დირექტივები, რითაც რუსეთი მართავს საქართველოს მონაწილეობას თავის SVO-ში. ანუ ქოცების ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ბევრი ხსმენია ჭორად, რომ სუშის ხედან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები. ეს ჩავთვალოთ ამის მორიგი ირიბი დადასტურებაა. და რა ვქნათ აწინ, ველოდოთ, როდის მოფრინდება დრონი და კევლარის ჩაფხუტით ვიძინოთ? ჯობია ხელისუფლების მიმტაცებელი ეს რუსების სასწრაფოდ გავყაროთ, სანამ მართლა რამე უბედურებაში არ გავხვიეს. კინაღამ გამომრჩა. კინაღამ. სიკვდილსაც დავიწყები ხარ ბიჭო. 28 ნოემბერს შესრულდა 1 წელი, რაც კობახიძემ საჯაროდ გამოაცხადა უარი ევროინტეგრაციაზე. წინა საღამოს კი თლათ მისმა ხაზეინმა შედარებით პატარა ღონისძიებაზე დაუხეთქა გული ამდენ გულანთებულ მამულიშვილს. რაღაცის იმედი რომ ჰქონდათ. არც შენ და არც შენ პრეზიდენტად მიხეილ ხს ვნიშნავო. აი 1 წლის შემდეგაც იმავეს გეუბნები ბორის გრიგორიჩ. საღოლ. მაგრად შეუსრულე კობახიძესაც, ღარიბაშვილსაც, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კორუმპირებული და გამყიდველი, კალაძესაც, რომელიც არც დღეს არის კორუმპირებული, თუმცა ხვალ უკვე ვიცით. და რაც მთავარია, შეუსრულე იმ გამპრავებლებს, ანუსებს რომ იხევენ შენი მაღალი ხელფასებისთვის. ამოხდნენ ტიპები სტუდიებიდან და სოციალური ქსელებიდან. ვერ გაიგეს როგორ და რისთვის უნდა შეექოთ შენი არჩევანი და რა ნიშნით ეთქვათ მიხეილ ყზე რომ საუკეთესო კანდიდატია. მოკლედ საღოლ. იმიტომ რომ ყველა შალვა, ყველა გოგა, ყველა ბაჩო, ყველა მაგდა, ყველა ვასიკო კიდეც ამოხდა და კიდეც გაერღვა. არის ამდენ და მაგათი აჯობებდა. მაგრამ მაინც მთელი წელი გავიდა და რიგით ქოც დღემდე ვერ გაუგია. სად მოძებნა ამ კაცმა ეს მართლა ყ. არა და ამოხსნა უმარტივესია. თუ კი ორჯერ მოგისმენია ბორია რუსისთვის და უყურებ რა ხდება მისი უახლოესი ხალხის გარშემო ახლა. არანაირი დაძაბო არ უნდა მიხვედროს რომ მიხეილ ყს შერჩევას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი მიზეზი არის მისი IQ. ზუსტად ისი რომ არანაირ შეთქმულებას არ მოგიწყობს და შენს წინააღმდეგ არ შეეკვრება არავის, არც შიგნით და არც გარეთ. იმიტომ რომ არც ტვინი ეყოფა მაგისი და არც უცხო ენა იცის რომ Deep State-ის აგენტობას ეყოს. მეორე და მგონი უმთავრესი მიზეზი კი არის გამდიდრებული და გადიდკაცებული ბოგანოს ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში ჩამჯდარი ბოღმა და შურისძიების სურვილი. აი თუ მინდა ყს დაგასვა თავზე, თუ მინდა პინგვინს და ყველაფერს მდუმარეთ აიტანტო. კი, ყს ღირსებიც ვართ და უარესიც ვართ. თუ აი ამას ვიტანთ. ცუდი ამბები გვაქვს. იქაც კი რაც ოდესღაც გვაერთიანებდა სპორტში. რა თქმა უნდა, არ მოყვები მსჯელობას ამართლებს თუ არა სანიოლის ტაქტიკა და საკადრო პოლიტიკა, ან გაგვიუარესდა თუ არა ლელოებისა და არეკნების სტატისტიკა. მსოფლიო რეიტინგში რომ დავგვეითდით, ეგ გავიგეთ, გასაგებია. მაგრამ მწვრთნელებმა მიხედო, ფედერაციებმა და აი აქ ვიჭედები. მე რა, ქართული სპორტი იჭედება. ქართული რაგბი იჭედება, რომლის მიღწევებითაც წლების განმავლობაში ისევ ამოყობდით, რომ 6 ერში თამაშის უფლებას ვითხოვდით. ქართული ფეხბურთი იჭედება, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში, მათ შორის ჩემს ბავშვობაში, ეროვნული მოძრაობის ყველაზე აშკარა და მასიური ფორმა იყო. დიახ, სტადიონი იყო ეროვნული მოძრაობა 60-იანებში, 70-იანებში, 80-იანებში. დინამოს გულშემატკივრობა, ქუთაისის ტორპედოსი, ლანჩხუთის გურიის, ბაქოს ნეფჩისა, ბოლოს და ბოლოს მთავარი იყო, რომ მოსკოვის სპარტაკსა და CSKA-ს არ მოიგოთ. ეროვნული მოძრაობა იყო სპორტის სასახლე. მე რაც მახსოვს, ლეგენდარული ქართული ხუთეულით. ილოვიდოვი, ბოროდაჩოვი, კაპუსტინი, დერუგინი და დარსაძე. ხო, ტუბინი და ოპოშნიანი არ უნდა გამოხვჩეს აუცილებლად. ასეთივე ლეგენდად უნდა დარჩენილიყო ქართული კალათბურთის ისტორიაში ის ნაკრები, რომელმაც პირველმა ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. ასეთივე ლეგენდად უნდა დარჩენილიყო გიორგი შერმადინი, რომელმაც ამ ნაკრებში 19 წელი ითამაშა. ბერძნული კლუბების შემადგენლობაში კი ორჯერ ევროლიგა მოიგო. ოღონდ კარგად დააკვირდი ტრიბუნებს. ამდენი ხანია ქოცები ამტკიცებენ, რომ სპორტულ შეჯიბრზე მაყურებელმა იმიტომ დაიკლო ასე აშკარად, რომ Deep State-ის მომხრეებმა უცებ გადაიყვარეს ჩვენი სპორტის გმირებიო. ესე იგი უნდა ვიფიქროთ, რომ იმ დღეს სპორტის სასახლეში ნახევრად სარიელ ტრიბუნებზე მიწიშდა
ყველა იყო დიდი პატრიოტი ქვეყნის და ქართული ოცნების. და ამ ყველაზე პატრიოტულებმა და ყველაზე ერთგულებმაც კი დაუსტვინეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩვენ სახელმწიფოს ბატონი პრემიერის მეთაურობით. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, რასაც ნაკრების შესაძლებელი. წლების შემდეგ შერმადინი საკუთარ სპორტულ ბიოგრაფიას რომ გაიხსენებს, პირველი ალბათ ეს ტვენა ჩაესმება. მართლა მოხერხება უნდა გამოსამშვიდობებელ მატჩზე რომ მაყურებელმა დაგისტვინოს. შერმადინმა ეს მოახერხა. მე არ ვიცი რა ვალი აქვს ან მას, ან ვინმე სხვას რუსული რეჟიმისა. ღმერთმა შეარგოთ 3 მილიონი სექტემბერში რომ უფეშკაშა მთავრობამ ბიუჯეტიდან. არც ის ვიცი რომელი დეველოპერი ხვალ რაღირებულების აქციებს აჩუქებს რომელიმე მშენებარე ბეტონის კომპლექსში. არც ის ვიცი სიის რომელ ნომერს დაპირდნენ შერმადინს ვადამდელი არჩევნებისთვის კოცები. არ ვიცი ესენი. მაგრამ ვიცი რომ ისტორია ასე არ უნდა იწერებოდეს და ლეგენდები ასე არ უნდა მიდიოდნენ. და ლეგენდები თუ ასე მიდიან, ესე იგი ქვეყანაში ყველაფერი არასწორადაა. სამთავრობო ლოჟით დაწყებული პირველ რიგში. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я полный очень гадаться.